საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები. ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით ცნობილი მეცნიერის პროფესორ შალერ ბენიას დაბადებიდან 70 წლის თავს მიეძღვნა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დღეს მოგეხსენებათ ტარდება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ეკონომისტის, აგრარიკოსის პროფესორ შალერ ბენიას დაბადებიდან 70 წლის იუბილე. მოღვაწეობდა აგრარულ უნივერსიტეტში, მიაღწია როგორც იტყვიან პროფესორობას, გახდა ამ უნივერსიტეტის პროფესორი. პროფესორობის და ლექციების კითხვის გარდა შალერი დიდი საზოგადო მოღვაწეც იყო. მე შემიძლია ხაზგასმით თქვა, რომ მიყოლებით 12 წლის განმავლობაში შალერ ბენია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის გამოსაშვებ გამოცდებზე მიწვეული თავმჯდომარე გახდათ. ეს რა თქმა უნდა დიდი აღიარება გახლავთ. შალერ ბენია იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე აგრარული განათლების და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიების წევრი, 202 სამეცნიერო ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. მეცნიერს საქართველოში აგრარულ სტატისტიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების медаლი გადასცეს. ეს იყო საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომისტი და გამორჩეული პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, მაგრამ განსაკუთრებული სიამაყით მე ვამბობ, შალერი სახელი გაუთქვა საქართველოს როგორც ძველი კულტურის ქვეყანას საზოგადოების ცნობილ უნივერსიტეტებში თავისი გამოსვლებით და თავისი აქტიურობით. კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბახტან ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პროფესორები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ბატონი შალერ ბენია თავისი ცხოვრების წესი, თავისი განსწავლულობით, თავისი თავაზიანობით, შინაგანი კულტურითა და ბუნებით, თავისი ზნეობით იმსახურებს იმას, რომ პატივი ვუაგოთ. მარტო იმიტომაც არა, რომ ის აფხაზეთიდან არის, გალის რაიონის მკვიდრია. ის არის ჩვენი ისტორიის კუთვნილება. სამწუხაროდ მისი ცხოვრება იყო ტრაგიზმით სავსე, მაგრამ ეს არ იყო ის პიროვნება, რომელიც დაემორჩილებოდა მიყენებულ ტკივილს. მან შეძლო გადალახვა ამის და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში გააგრძელა. მას ერთი წუთითაც არ მიუტოვებია სამეცნიერო საქმიანობა, საზოგადო მოღვაწეობა და ამით მივიდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე. როგორც შალერ ბენიას შვილი, პროფესორი მაია ბენია აღნიშნავს, იგეგმება წიგნის გამოცემა შალერ ბენიას მოღვაწეობის შესახებ. წიგნი მოიცავს მოგონებებს, ეს იქნება ფოტოები სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის განვლილი ქრონიკებიდან, მათი მოღვაწეობა, როგორც ჩამოყალიბდა სტატისტიკის და ეკონომიკური ანალიზის კათედრა, რომელსაც თავიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი ნიკოლოზ ლაჭყეპიანი, რომლის აღზრდილიც იყო მამა შალერი ბენია და მას ძალიან დიდი ამაგი მიუძღვის მამას იმ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ვინც ის გახდა შემდგომ. ამ წიგნს გარკვეული მნიშვნელობა მიენიჭება ამ თვალსაზრისით, რომ ეს დარგი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ამ დარგის მოღვაწეებიც არ მიეცდნენ დავიწყებას.